უზბეკეთის პრეზიდენტის დელეგაციაშია უზბეკეთის IT პარკის აღმასრულებელი დირექტორი ჯახონგირ რადჯაბოვი, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელს ავთანდილ კასრაძეს შეხვდა. განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტები სტარტაპ ეკოსისტემის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და უზბეკეთის რესპუბლიკის პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო ტექნოლოგიური პარკის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, ორ ქვეყანას შორის ინოვაციური ეკოსისტემების დაკავშირებას, სტარტაპების ორმხრივ თანამშრომლობას და საერთაშორისო გაფართოების ხელშეწყობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალურ კონტექსტში უფრო, ასე ვთქვათ, დაუახლოვოთ ჩვენი ერთობლივი პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს იგივე ამერიკული ინვესტორების მხრიდან, ევროპული ინვესტორების მხრიდან, როდესაც რეგიონი, როგორც ფართო რეგიონი, ერთად პოზიციონირდება და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ეკონომიკაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის და ჩვენი სტარტაპების გლობალურ პოზიციონირების საკითხში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, უფრო ეფექტური და წარმატებული შედეგებისთვის. ასევე განვიხილეთ ქართული სტარტაპების ჩართვა უზბეკეთის სტარტაპ ეკოსისტემის ღონისძიებებსა და პროექტებში. ისევე როგორც უზბეკეთის სტარტაპებისთვის ჯიტას სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვფიქრობ, თანამშრომლობისთვის ძალიან კარგი პირობებია შექმნილი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენს ეკოსისტემებს შორის უფრო ღრმა და მდგრადი თანამშრომლობის განვითარებას შევძლებთ.